ცოტათი და გახვდი 4 წლის. ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე. იმიტომ ჩუქნიან საჩუქრებს. ზოგჯერ ჩემი და იყო მჩუქნის, ზოგჯერ დედიკო, ზოგჯერ ძმა, ზოგჯერ მამიკო. მიყვარს რომ მაშმელოს და ჩიპს მჩუქნიან. ახალი წელის მიყვარს. ის ზოგჯერ რომ გოგრა გვაქვს. ის არის რომ ტეხავ. მაშინ რომ ახალი წელი იყო, რომ ასე ვშობოდით, იქ რომ ასული იყო, გარეთ რომ ვიყავით ის რა იყო და ფეირვერკები. თოლის ბაბა სულ მოაქვს საჩუქრები, მაგრამ ზოგჯერ ის რასაც წერ იმას არ მომიტანს, მაგრამ რასაც თუ ის არასწორად წერ, თოლის ბაბა ვერ მომიტანს. დიდა მომიტანს თოჯინები. ჩემი და იყო დიდია, მაგრამ მაინც თამაშობს თოჯინებით. მე მყავს 4 თოჯინა. ზოგიერთები ისწავლობენ, ზოგიერთები არა. მე თოჯინებს ვეთამაშებით შვილობანას, ვაძინებ, ექიმთან მიმყავს ზოგჯერ ის რომ გადმოვადება ექიმთან. ჩემ თოჯინას ქვია ელისაბედი ქვია, ელი, ნუციკო და ელთის ემილი. მხოლოდ გოგო თოჯინები მყავს. ის ორსახურია, ის ქუდების და აზრება. ელს არახურია ქუდი. თოლის ბაბუ არის 100 წლის. მისი სახელია მურადი. ჩემი საყვარელი თამაშია მაინკრაფტი. ზოგჯერ რომ რაღაცებს ვუწყებ მაინკრაფტებს, ის არის ზოგჯერ სახლს შედიან, ზოგჯერ ვინც გამოდის და სახლს უწევს და მე ვიწყავსენებ სახლს გეგონება და მე ის არის შედის სახლში და მე აღარ ვიყავს და ბავშვი მოყავს და მე დედიკო რომ მოვა მის ბავშვს მოეფერება და მე მამიკო რომ მოვა გალახავს. მან წელს ბავი, მაგრამ სკოლაში მინდა წასვლა. ბაღში მომდა სილი. მე მესიზმრება კარგი სიზმრები. ბოლოს და მესიზმრებ თები. ფიფქი არ იყო მე რომ იქეთ მიფრინდა ბოროტი ანგელოზი და ბავშვი ყავდა დედიკო, ყავდა მამიკო და ძმა და დაიკო. ასე იყო ეს სიზმარი. სკოლაში იმიტომ მინდა წასვლა რომ ბევრი ვისწავლო. უკვე ვიცი ლექსები. ზღარბო გაცვია, ეს რა ქურქი გაცვია და მე გადრახელები მაგ ჩხუტუ და ნემსებმა. ნეტა შენი დედიკო, როგორ გეალესება. მე კიდე მიყვარს სიმღერები. ყველა სიმღერა მიყვარს და ისევ ჩემთან მოფრინდი. შენი ბუდე აქ არის. მოდი მითხარ თუ როგორ გატარე ზამთარი. თაცაცველ და გაკარებს ვერ ვისოვებს ვინია. ახლოს მოდი ძვით ფასო ჩემი ნუ გეშინია. მე კიდე მიყვარს ხატვა. ჩემთვის სწავლე და ის დაიკო მე სახლს ვერ ხატავ და დაიკო მიხატავს სახლს. ჩემი ხატავ პეპელას. ჩემი საყვარელი ფერებია მწვანე, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი. ზოგჯერ საყვარელებით ხატავ, ზოგჯერ ფანქრებით და ზოგჯერ ფლომასტერებით. ზოგჯერ რესტორანში მივდივარ და ფრიჭავ. ზოგჯერ რომ ჩემი მეგობრები მოდის, ჩემი ბაღელები, მაგას ვეთამაშები. ვინც ჩემი მეგობარი არ არის, იმას არ ვეთამაშები. ვინც არის, იმას ვეთამაშები. სახლში ვცხოვრობ, დედიკო, მამიკო, დაიკო, ძმა და რა თქმა უნდა მე. კიდე მინდა რომ მყავდეს ორი ძმა და 4 დაიკო. მე რომ ბევრი დაიკო მეყოლება, დავაჯდენ დივანზე, გავიწევი. ჩემი მამიკო არის ხახოდაშვილი. ზოგჯერ მამიკო მეთამაშება, ზოგჯერ არ მეთამაშება. ზოგჯერ დაღლილია და ვერ მეთამაშება. როცა თამაშობ, მაშინ მეთამაშება დახუჭობანას. ის არის დახუჭობანას თამაშობდი. ჩემი ძმა ის ჩვენ ლოგინის ქვეშ შეზვრა. მე მინდა რომ მყავდეს პატარა კნუტები და პატარა ლეკუები. სახლში მინდა რომ ამოვიყვანო, გარეთ არ მინდა რომ ყავდეს და მინდა რომ არ გვაგვიოპაროს, იმიტომ რომ
სტუდიები არიან და მე შეიძლება ვინც მოიბაროს ან პოლიცია მოვიდეს და დააჯარიმოს. დედკო არის ლამაზი და თბილი. ზოგჯერ ერთად ვაკეთებთ საჭმელებს. მე ვიცი სუპის გაკეთება, ბორშის, ღომის, კარტოფილის და მაკარონის. მე ახლა გასწავლეთ ყველიანი მაკარონის გაკეთებას. მაკარონი რო გახმარია, ჩადებ ქვაფში და ცოტა საურებ და მე ყვეს ყველი თუ გინდა დაადებ და ცოტას კიდე ამოურებ და მე წყალს ჩაასხავ და უფრო რბილი იქნება და ის თუ ხელით აწევა მოგიწევს შეიძლება თუ ხელით აწევა კიდე შეიძლება აწიო მაგრამ ის თუთხელია არ შეიძლება ხადბიდაგეწვას შეიძლება საავადმყოფოში მოგვიწევს დაწოლა და შეიძლება ის არის შეიძლება ნემსების გაკეთება მოგვიწევს მე მინდა წარდნური ჯუხები მქონდეს რომ რამე გავაჩინო მაგალითად მინდა გავაჩინო საათი ციფრების ასოები დაფა მაგიდა ძალიან მენატრება ბაბუ, ნარგიზი და ბებია. მე მინდა მაჩუკო ციფრების, ასოების, კალათები და თოჯინები. ბედნიერება არის ღიმილი და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.